მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია და ჩვენ ეთერში ვარ და უცვლელი სტუმარი ამ ტელევიზიის სტუმარიც არქია ბატონო პატარ. რა სტუმარი ვარ, კაცო, პოლიტიკურ ბლოგს ხელმძღვანელობ. ხო, რა თქმა უნდა. ბატონი პატა აბულაძე ეხლა ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან და მოგვიყვება ალბათ იქ რა ხდება, რა იყო და თქვენ იყავით ტერაქტის ადგილზე ბატონო პატა და ტარაბელსკში. და რა ვიცი მოუყვეთ ჩვენ საზოგადოებას რა ხდებოდა, რა იყო მართლა სინამდვილეში და მე გადავალ სხვა თემებზე. მე გეტყვით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩემს ტელემაყურებლებს. მე მინდა პირველ რიგში ბოდიში მოუხადო ამ ტელევიზიას, რომ ის სიუჟეტები რაც იყო, ატვირთეს და რა გავაკეთო ეხლა მე სულ არ ვიცოდი რომ ატვირთეს და ატვირთეს. მე მინდა ეს ჩემი პრაკოლია და მაგრამ აგვისტოს ბოლოს ისევ ვიქნები ნოდარ მელაძის გასაგონად რომ აღარ იწვალოს კრასნალიმანში ვიქნები აგვისტოს ბოლოს. ეხლა გეუნები ნოდარ მელაძის ვეუნები. ხო, რაღაც გავიგე ტევ პირველსაც გაუშუქებია, მაგრამ სხვათა შორის კი გააშუქა მე პირდაპირ. ძალიან კაი. ეხლა უანონსებ, კაცო. უანონსებ, რომ იქ ვიქნები, კაცო, კრასნალიმანში აგვისტოს ბოლოს. იმედია, იქ სამხრეთ-დასავლეთია უკვე ნაწილი ასაღებდი, იმასაც აიღებენ სანამ მეჩავად. დანარჩენ რაც შეეხება ტერაქტის ადგილს, ეს არის ლუგანსკის ოლქი, ქალაქი სტარაბელსკაია. და იქ არის, ესე ვთქვათ, საერთო საცხოვრებელში, გვერდზე არის კოლეჯი, ქალები, გოგონების რა, 14-დან 21 წლამდე, მაგრამ იქ რატომღაც დაიხოცა 14-დან 18 წლამდე გოგოები. მე ჩემთან მოვიდნენ რომ მივედით იქ სიუჟეტი გავაკეთეთ. რუსებიც ჟურნალისტები, ამერიკელი ჟურნალისტებიც იყვნენ ჩვენთან ერთად. ანუ ტერაქტის ადგილი დაათვალეთ და შეისწავლეთ რა მოხდა სინამდვილეში. და მე გეტყვით ერთ რამეს, რომ არავითარი უკრაინის დანაშაული, უკრაინა არის ტექნიკური მხარე. არის, იმიტომ რომ მან მოხდა ესე იგი სადაზვერო, აი ხალხს რა უხსნა. რაკეტას როცა უშვებენ, ბრიტანული რაკეტა იყო. რო უშვებენ, არის იმართება სადაზვერო ინფორმაცია. ანუ სადაზვერო ინფორმაცია მიაწოდეს ბრიტანელებმა უკრაინელებს. ანუ მიზანია უთხრეს სად უნდა ისროლონ ესა და როგორ არის იცი, რო წავიდა ეს რაკეტა. ანუ ბრიტანელების დაკვეთა იყო. დაკვეთა კი შესრულებად ბრიტანელების იყო და სხვათა შორის არა მარტო და უკვე აშკარა ხდება რომ ამერიკელებიც იყვნენ. მოხდა გააქანეს და საერთო საცხოვრებელ მიზან მიმართულად გოგონების ის დრო იყო რომ ბავშვები იქ უკვე საერთო საცხოვრებელში იყო და არა სასწავლებელში გვერდზეა იქ სასწავლებელი. დავით თუ არის საშუალება მე ალბათ დავგეგმოთ და გავაკეთოთ ერთი დიდი დოკუმენტური ისა დიდი მასალა მაქვს ჩამოტანილი და დაარტყეს ამ ბავშვების იმას საერთო საცხოვრებელს. ატყდა ერთი ამბავი, ხალხი მივიდა რომ გამოიყვანონ ეს ნანგრევებიდან ეს ბავშვები. ამ დროს განგაში ტყდება რომ ის კიდე მოფრინავს მეორე რაკეტა რომ რა არის რომ არ უშველონ ბავშვებს და იმ ნანგრევებში კიდევ ერთი რაკეტა ჩამოდაარტყეს. გადის კიდე რამოდენიმე საათი, ხალხი მივარდა, თელი ქალაქი გამოვარდა რომ იქნებ კიდე მივახმაროთ და ამ ნანგრევებიდან ამოიყვანოთ. კიდე განგაში, ანუ ვიღაცა დაზვერვა აკვირდება რომ ხალხი იწყებს მუშაობას სამაშველო სამსახური ბავშვების გამოყვანას და ამ დროს ისე საჰაერო განგაში ტყდება და კიდე მესამე გამოუშვეს რაკეტა, მაგრამ მოხდა უკვე სასწავლებელს. და ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს. დაიხოცა ესე ვთქვათ რამდენიც დაიხოცა 14-დან 18 წლამდე ყველაზე დიდი ასაკი იყო 18 წლის გოგონა, სულ გოგონები და მინდა მოსახლეობამ პარალელი გაავლოს. ირანში მომხდარი 67 გოგონა დახოცეს ბავშვები. კარგად ცნობილია ეს ფაქტი და მაკარენას მუსიკაზე რომ ეს მამაძაღლები ეს კაცი ჭამიები და აქაც იგივე გაიმეორეს, ეს იყვნენ ბავშვები, იყვნენ სამხედრო მშობლები ყავდათ სამხედროები, იქ არავითარ დაჟე როგორ გითხრა
ხო შეიძლება რომ აი სამხედრო მანქანებს მაინც დადიოდნენ. ხო აი მოდის ლუგანსკიდან და სამხედრო მანქანამ უნდა გაიაროს სტარაბელსკი. არ ჭირდებათ ის აი არ არის აუცილებლობა რომ სტარაბელსკი სამხედრო მიაროს. იქ სამხედრო არ დადის კაცო. ფიზიკურად არა განა იმიტომ რომ იმის შეშით რომ არ იქ არ დაარტყანო. არ საჭიროებას არ ითხოვს. იქ არავით არის სამხედრო ობიექტი არ არის. კომისარიატიც არ არის დეჟე. სამხედრო კომისარიატიც არ არის. აი ეს მოხდა. კარგი იყო რომ კარგი რა არის რომ მე საპატრიარქოდან ეს გამატანეს ღვთისმშობლის ხატი. კადრებში არის რომ მივიტანე და მე ეს დავდე. ეს ღვთისმშობლის კადრი და კარგია რომ საქართველოს სახელით მიუსამძიმრე დაღუპულის ოჯახებს და თვითონ მთლიანად რუსეთის ფედერაციას, რაც არ გააკეთა ოფიციალურმა ხელისუფლებამ. ირანის ხელისუფლებას მიუსამძიმრა გოგოების დაღუპვა, წარმოიდგინე რა. ანალოგიური მოხდა რუსეთში. არ მეშლება რუსეთში, სტარაბელსკში და იქ არ მიუსამძიმრა. მაშინ დაახლოებით 20 თუ 25 ბავშვი დაიღუპა. 21. და რუსეთის ანუ განასხვავა, ანუ ირანელი ბავშვი ცოდვა, მართლა ცოდვა, ამაში სხვანაირად არ გამიგო, ირანი ჩემი სამყაროს წევრია და არა კოცებს რომ ეს არ არის ქართული ოცნება, ქართული ოცნებას ვივარ მე აქა. ხო და ესე იგი განასხვავა რა, რომ ირანელი ბავშვები არიან და უნდა მიუსამძიმრო, მაგრამ აი რუსი ბავშვი რომ მოკვდა, ან ბელარუსი ბავშვი თუ იცით რომ ტერაქტი გახორციელდა მაგაძეც და ღმერთის წყალობით გადარჩა ბავშვი, თუმცა განცილებელი მოკვდა. ის ბავშვი არ არის, არც კი მიუსამძიმრეს. ეს იმდენად ცუდად არის და ხვდებოდა რუსეთში მე ეს ყველაფერი. ხაზიც გაუსვეს შიდა ლაპარაკებში და ამიტომ კარგი იყო ეს რომ მე ჩავედი და იქ საქართველოს კარგი იყო რომ საქართველოს სახელით თქვენ მიუსამძიმრეთ. აი მივედი ჩემ თავს რომ ტრადიციული საქართველოს სახელით ესეთი კი არა. ტრადიციული სახელით საქართველოს სახელით მიუსამძიმრეთ სრულიად მართლმადიდებელ რუსეთს. აი ეს იყო ჩემო კახა ბატონო. ბატონო პატა კონსტანტინოვკა ვერ აიღო რუსეთმა. აიღესო თუ ვერ აიღესო. კაი, მე სად ვიყავი? 16 კილომეტრამდე მივედი კრასნალიმანთან. ხო და აქ საინფორმაციო წყაროებმა სხვა გვარად გიჟები კახა. რეებს ლაპარაკობენ ეს გიჟები კაცო. რა იქ ვიყავი და როგორ რა ვიცი. ეხლა იქ არ მივედი, იმიტომ რომ კანონი არ ვაძლევ უფლებას მე ხელისუფლებას, მიზეს არ ვაძლევ რომ რამე პრეტენზია წამიყენოს. მე ვიყავი ფრონტის ხაზიდან, ესე ვთქვათ, 2 კილომეტრი, 3, ყველაზე დიდი. იარაღი ხელში არ მჭირებია და როგორც ჟურნალისტი ისე დავდიოდი. რავი, მე ვიყავი. აბა როგორ 16 კილომეტრამდე მივედი კრასნალიმანამდე და ეხლა არის და კრასნალიმანში პრინციპში შესრულებით არის სამხრეთ-დასავლეთი აქ დასაღები. რაღაც ესე ვთქვათ, 20 კორპუსი დგას რა იქა და კერძო მოსახლეობა და ის არის ასაღები. კრასნალაბად აგვისტოს ბოლოს როგორც შევპირდი შავნოდარას, იქ ვიქნები ნოდარ, პრივეტ, ადმინია. იქიდან მოგესალმები მე აუცილებლად კრასნალიმანი და ესენი არიან გიჟები კახა. ანუ მე ისაც გავიგე რომ მოსკოვიო, ესე იგი იბომბებაო. ესე იგი დუხს და გადადუხს, იქაურება ინგრევა ყველაფერი. მთელი ნევთობაზები აფეთქეს. უიდე. მოდი ეგაც ახსნათ რა ხდება მასე. ხო, აი ამას თუ ახსნათ, უფრო კარგი იქნება საზოგადოებისთვის. აი უყურე რა. როგორც ჩვენთან, იქაც არის მეხუთე კოლონა. ეხლა უყურე. ჯენსეთი მოსკოვში თვითონ მოსკოვში შემოფრინდა, აი სულ რაც ესენი ხმაური არის ატეხილი აი 2 თვის განმავლობაში. შემოფრენილი არის სულ 3-4. ერთი არის ცარიცინა, 2 ცარიცინას რაიონში, სადაც ჩემი ძმა ცხოვრობს და მე სახლი მაქვს. იმ რაიონში და მოხდა როგორ არის კიდე ხალხს ვაუთხებ, რატო გახდა ამ ნავთობის პრობლემა. თვითონ მივედი, თვითონ ნახე, პროსო გადაღება არ შეიძლება და უბრალოდ ჩემი თვალით დავათვალიერე 1 კილომეტრია ჩემს სახლიდან, კაცო ეგა. ესე იგი,
აი ეს ხო გინახიათ, აი ეს ესენი რო არის აი ჩვენთანაც ლილოშო გაივლი საცავები რო არის ესეთი. აი ბოჭკები თითქოს დიდი ბოჭკები. ახლა 3 წელია იქ არაფერი არ არის უკვე. ეს არის ბრძანება გამოსული, რომ არც ერთ რეზერვუარში, მარტო მოსკოვში კი არა, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არ არსებობს სადმე რომ ის საცავებში ნავთობი ქონდეთ გაჩერებული. მაგათმა რომ დაარტყეს რა, უყურე მან ის ტრუბაც ნახე, კაცო, აი ტრუბა ხო არის, რომელიც მოდის და ამ მიწის ქვეშ საცავებს დაუშვათ ამარაგებს. წარმოგიდგენია რა წნევა მოდის და აი ეს წნევას რაც ქმნის, აი ეს რაღაცას ეძახიან ნასოსიო თუ რაღაც კი არა, კიდე სხვა რამე მითხრეს. იმას რომ ის აფეთქეს. კომპიუტერი ეგრევე აჩერებს იმას რა, თვითონ ავტომატურად აჩერებს ნავთობის მიწოდებას. ანუ რო არ დაიღვალოს პაჟარი და რაღაცა რო არის, არაფეთქეს, უფრო დიდი რაც იწვოდა ეხლა იქა. ეს არის თვითონ ის საცავებში, აი კვამლი რო იყო ეს დებილი ეს ვადაგასული ზელენსკი რო აჩვენებდა, კვამლიო. ეს არის იმ საცავებში ხო არის ხო გაზი დაგროვებული. ხო არის ხა წლებით ნავთობი იყო და იქ ჩარჩენილი იყო 2-3 ტონა, კიდე ჩარჩენილი იყო ხო იქ ასე. ის ხო იწვის ის დიზელი. და არის კვამლი იყო. თვითონ ეხლა რატო გახდა მე ეგ არ არის მთავარი კიდე. ამ ნავთობის აქ უთხრეს ერთი რამე ამათმა. მე მახსოვს რომ შარშან უთხრეს, წელსაც უთხრეს, რომ აი დაუშვათ პირობითად ავიღოთ ლუკოილის გენერალური დირექტორს. დაიბარეს უთხრეს. დაუდე თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება და თავდაცვის სამინისტრო შენს ტერიტორია რაც არის, აი დაუშვათ აი ეს რასაც ნავთობ გადასამუშავებელი ქარხნება თუ მომარაგება თუ ზაპრავკა რაც არის, ხო? იმას დაიცავს. პანცერები იქნება თუ დრონ საწინააღმდეგოებებით, მოკლედ ესე. ნუ არ გააკეთეს. მაგრამ კიდევ ერთი გეუბნებით, ესეთი ტრაგედია რო დახატეს, ესე არ იყო. მე რა მოხდა? პრობლემა შეიქმნა ნავთობის მიწოდება ბეზო გასამართ სადგურებამდე. ეხლა უყურეთ. წამოვიდა მანქანა ბეზო გასამ. ეხლა რატო შეიქმნა, ხო? მიწაში ხო არის კაცო ისა დაგროვილი სხვა არაფეთქებულა. ამოიღე, ჩაასხი და მიიტანე, ხო? არა, უყურე რა იყო. თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე აქ დივერსიები, ეს თვითონ რუსები, ეს მეხუთე კოლონა, ეს გვარამია, გადავთარგმნოთ, გვარამია რუსი, რა ესე ვთქვათ. რა უნდა დრონს ააფრეს და თვითონ იმ მანქანებს რაც არის ზაპრავკა, ხო მიდის, ხო იციან რომ აი ამ რიცხვიდან და ამ საათიდან ამ საათამდე მიდის გზაზე. ვიდეოებიც ხო ნახეთ რომ დრონები ხო ადგებიან და ურტყავენ. ხვდები? ანუ მიწოდება გახდა პრობლემა. ის და მაინც ხო აწვდიან როგორც გინდა ისე აკეთებენ თუ მაინც აწვდებენ ამ ნავთო გასამართ სადგურებს. ახლა იქაც მეხუთე კოლონა რას აკეთებს? აი ეს ეგრე კი არ არის რომ დაუშვათ ჩვენთან რომ მოდიან პისტოლეტით ჩადებენ და მოგემსახურებენ, არა იქ ეგრე არ არის. იქ გადმოდიხარ მანქანით და შედიხარ იქ მაღაზიასავით და იქ ზის ორი ოპერატორი ფულს აძლევ ისინი კომპიუტერი შენ გამოდიხარ შენ თვითონ დებ და მოკლედ თვითმომსახურებაა რა. არის აქაც ეგრეთ მომსახურება. ხო, მოკლედ და ეხლა უყურე ხო დაინახეს რომ დაუშვათ მანქანები დგას 1-10 მანქანა. მაგრამ მოვიდა სიგნალი მეხუთე კოლონას რა. რომ აბა ეხლა კარტინკა გვიდა, კარტინკა. ასე აიღებენ ის აქტ აი რაცია კი ხო რა გარეთაც რო ისმის რა ქვია დინამიკებში რო ისმის რა ხმა გამაძლიერებელში ტექნическая перерыв ტექნический перерыв ნიშნავს 1 საათი უნდა იჯდო ანუ აბედი აქვს რა ამ ძუკნებს ამ ლიბერასტებს ამასობაში ეს მანქანები ხომ მოდის კაცო იქა
ნუ ერთ საათში რამოდენიმე მანქანა დაგროვდება რა. ხო და ეს გროვდება უყურე ახლა ის მოსკოვია კაცო ეს თბილისი კი არ არის ხო 15 მილიონი ჩაწერილია 5 მილიონი პასტაიანი ვიდნაში წესტვა აქვს და 5 მილიონი ვიზიტორია. ანუ 25 მილიონიანი ქალაქია კაცო. ხო და უყურე ამას რომ მოდი ეს უყურე მე იქ მანქანით კოლონით და სამხედრო კოლონით დავბრუნდით რა იქიდან დონბასიდან რომ დავბრუნდით. ბენზინი რომ ჩაგვესხა აუ ხედავ კაცო მეუთხარი 4 კილომეტრი რა უნდა ვიდგეთ მეთქი აქ და მეუთხარი კოსტე პაიხალი ნუ მეუთხარი პადაჟდიო კაცო ხო და მანქანა მეთქი წავ მოწვე მეთქი წავედი და მივედი ბენზინ კალონკაზე რა იქ ხალხია რამე მეთქი გავერთო მანქანაში ძომა რა არის მეთქი ხო მივედი და ვეუბნები რატო რა ბენზინი არ არის მეთქი არა არისო აბა მე ვთქვა რატო არ ვასხავთ მეთქი აი ისო პერირივი აქო ტექნიკურიო ბიჭო გამიკვირდა რა ტექნიკური პერირივი კაცო გავაღე მაღაზიაში შევდივარ ესენი ზია მუშინა у нас технический перерыв მე ვთქარი იქნებ კაცო სნიკერსი მინდა ვიყიდო გამანებით თავი კაცო და ისე ვკითხე მე а что это вот не видите მე ვთქარი მე ხედავთ მე ვთქარი რამ ხელა очередია კაცო რა ტექნიკა а что нам обидно надо что ли ბიჭო იმდენად მე ხარ ვეღარ მოვტვინო ეს შეიძლება მეხუთე კოლონა შეგნებულად ამ დროს მიდიან ტელეფონით იღებენ რამე ნახე მოსკოვში აი 5 კილომეტრიანი 10 კილომეტრიანი ხდები ანუ ფონი იქნება კაი იმიტომ კი არა რომ საქართველოს შენახონ და ამ ლიბერაციას ძალაპარაკო მიუჩვენ თვითონ მოსკოვში რომ გამოიწვიონ უკაყოფილება ხალხის ოპოზიციურ ხო ჩარჩი მაგათ მეხუთე კოლონა ჩაოლებრივი გვარამია კოლექტიური ნავალნები ბიჭო მივედი ამ სამხედრო ჩემებთან რა კოსტე მევთხარი იცი მეთქი იქ რა ხდება მეთქი ხო ის ტექნიკური ის არისო რაღაცაო რა ხო ნუ გაიხავ მალე გავაო ანუ ის პრინციპი ახმები არაფერი მაგათზე არაფერი არ არის რა ვიცი ჩვეულებრივი ის ბიჭო მევთხარი ამას მევთხარი კოსტია იღებენ რავი თელი მსოფლიო ახლა აჩვენებს რომ აი მოსკოვი ესე იგი აი რიგები და დედა უტირა ბენზინის პრობლემა აქვს და რაღაცა ესეთი რაღაცები რა მქონდა საქმე ავიღე ეს ტელეფონი ტყუილავზე ვარ მაინც და ჩაართე ეს VPN და ჩაართე ეს Facebook-ი დედა თურმე ესე იგი კონსტანტინოვკა ხო რა იღეს გასაბარა მე ეგ მომენანდა მე იქ არ ვიყავი კაცო ეგ მომენანდა მე ამ რიგებზე ეს თავარი არხი გინდა იმედი ყველა არხი ესე ნუ როგორც სოდომიტური ქვეყანა უცბად აიტაცა ეხა იქ ამათაც ხომ მოვიდათ სიგნალი კაცო დავაი თემა აწიეთ კაცო ეს ცენტრალიზებულია ყველაფერი ყველგან ერთი პატრონი ყავთ ამათ უყვა როგორც მოსკოვში როგორც საქართველოში ყველგან ერთია იგენი ხო და რას ხედავს ჩემი თვალები? გუშინ ერთ-ერთ კალონკაზე შევიდნენ ფსბ-შნიკები, მაგრამ შევიდნენ ვითომ მძღოლები. და იგივე კითხვა დაუსვეს, რაც მე დავსვი, რა რომ რა ტექნიკური ხალხო, შენ თუ გშე აგერ მეორე ქალი ხوار დაждდეს და გააკეთოს. ვერ ხედავთ ესაო, რიგები დგებაო, კაცო. ამათ მეთი ამბავი რო ატეხეს, ხო ხო და ამოუღეს ქსივები რო ანახეს. დაადეს ნარუჩნიკები. დაიბარეს სექშენი ყველა ეს ეს გასამართები კი თვითონ ამათი ლუკოილია თუ კომპანიების ყველა დირექტორი ერთ მშვენიერ შენობაში ჩემო კახა ამით გამოავლინეს მეხუთი კოლონა სათყოფილა ჩამჯდარი და რა ეს ხო ჩვეულებრივი პროგრამაა კაცო აი ეს აცე იყო ზატო საქართველოშიც ხო შეიქმნა იმიჯი კაცო რომ სა ბენზინი აღარ აქვს რუსეთი დამთავრდა всё აბსო მორჩა უკვე არა და ამ დროს ყველა ყიდის ბენზინს ტიპი რატომღაც მე უცბად მეორე დღეა უკვე დღეს 3-5 მანქანა დგას უკვე ოჩერეთში ბიჭო რატო იბართხა ბენზინმა რას ქვია
აი ეს იყო, ჩემო კახა. მე ამ მოსახლეობას ეხლა რო ვთქვა, რომ მოსახლეობა რამე შეცდომაშია შეყვანილი, მაგრამ ეს დეტალები ხო არ იციან, ხო? ეხლა მეც ვარ წასულიყავი. თავიანთ პროტესტს გამოთქვამდნენ, მაინც ხო ეგეთი სიტუაცია დახვდათ იქ და ვერ მიდიან მშერები. ხო, რა ვთქვია, 5 საათი ოდგეხარ ოჩერეთში. ხო, ბუნებრივად იწევ უკმაყოფილება, უკმაყოფილებას ვიზე იწევს? ხელისუფლებაზე, იასი. რა თქმა უნდა, ინტერვიუებსაც თამამად იძლეოდნენ. თამამად იძლეოდნენ. აი, ეგ იყო მიზანი მაგის ყველაფრის. აი, როგორც კი ფსბ-მ ხელი მოკიდა და უკვე მიდის ლაპარაკი, რომ ეს ყველა ნავთობისენი, ვინც არიან გიგანტები, ოლიგარქები, რომ უკვე რომ მიდის საკითხი, კითხვა დაეცვა, რომ ხომ არ ჯობია სახელმწიფომ თავისთან წაიღოს, როგორც როსნეფტი, ხო, როსნავტობი, ეს კომპანია, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, თანამშრომლობენ მეხუთე კოლონად, თანამშრომლობენ პირდაპირ სოდომიტურ ეფშტეინურ საზოგადოებასთან. ეგ საკითხი უკვე დაისვა და მე მგონი სექტემბრის 20 რიცხვის მერე შემოკახა. ბევრი ოლიგარქს წაძვრებად და ბევრი ოლიგარქი გაიქცევა თუ გაასწრო. მე მგონი მანდაც მოხდა ის, რომ თუ ევროპისკენ გაქვს ბიზნესი. ეს ჩვენ ბიზნესებზე მოხდა, მაგას თუ გინდა შევეხოთ, ბარემ რაღაცა მოსკოვზე შევეხეთ, მაგიც ის მე რომ მეგონა რომ 40 კომპანია და 12 უნდა დაემატოს ტყუილი აღმოჩნდა, 100 კომპანია, რომელიც არის შავ სიაში. ეხლა ვეგეუბნებით რომ კარგია რომ ამ ჩვენი კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს უკვე აქტიური საუბრები, სადაც საჭიროა, კარგია, მაგრამ აქ არის ერთი პრეტენზია კიდე იმათ. მე მარტო რუსოფობიის დაფინანსების პრობლემა არა, პრეტენზია არა აქვს. თუ შენ, ეხლა ვეგეუბნებით, თუ შენ, აი დაუშვე თელიანი ველი, ღვინო. თუ შენ მოსკოვში შეგაგ და რუსეთის ტერიტორიაზე შეგაგ ღვინო, მაგრამ თანამშრომლობ, რავი, კიდე დაუშვეთ კონიაკი შეგაგ, შენ ფირმას დაუშვეთ ევროპაში ან ამერიკაში, შენ რუსეთის ბაზარზე ვერ მოიკიდებ ფეხს, შენ წახვალ რუსეთის ბაზარიდან. ეს არის ის კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს. სხვადასხვა კარგი კანონები ესაა. კარგად ჩამოყალიბდა. ვინც თანამშრომლობს, იმიტომ რომ ან ჩვენთან ახარ, ან იქით ახარ. მეც მაგას ვონები. ორ სკამზე ვერ იჯდებით ბიჭებო. ამიტომ ჩვენი კომპანია მე ვამბობ, მიგეუნებით რომ არც ისია ცუდად საქმე, როგორც ისა, იმიტომ რომ არის კომპანიები და კარგია რომ წავიდნენ ამაზე. კარგია რომ სწორედ აუღეს ალღო და შევიდნენ ისეთ ბაზარში, სადაც ეხლა სასონხეთის ბაზარი გაიწია და ეხლა ვეუბნები სოფლის მეურნეობის მინისტრს აქედან უთვლი. სულ მალე იქნება სიგნალი წამოსული, რომ საქართველოში შექმნილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გამომთავისუფლებულ რუსეთის ბაზარზე თავისუფლად დაბრუნების. პრიორიტეტიც მიენიჭოს. ამის საშუალება არის და ერთი ადგილი არ დაიწყოთ თამაში. იმიტომ რომ მე გეტყვით რომ შარშანწინ უბრალოდ როცა ლევან დავითაშვილი, ჩემი ახლობელი ადამიანი, იყო მინისტრი სოფლის მეურნეობის, უკვე მე შეუთვალე, მივწერე კიდევაც რომ ლევან არის საშუალება სტავროპოლში სადაც ტარდება დიდი ფორუმი, სადაც 500 დიდი ფირმაა ჩადის, არაბების, იმებს, ამერიკიდან, იქიდან ფირმებია ჩადიან სტავროპოლში და იქიდან მომცეს პირობა, თუ საქართველოდანაც ჩამოვლენ გიგანტი, ესეთი კი წამყვანი ფირმებიო, არის გაძლევა შეგიძლია თავისუფლად უთხრა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს შევახვედრებთ აუდიენციას გაუკეთებთ. ხელიდან გაუშვეს. ამიტომ ვეუბნები ახლა ტრაკი კი არა თამაშოთ ახლა. ეს ფულის პრობლემა რო გვაქვს უკვე და აქ რაღაცებს ტყუილებს ვიგონებთ. ეგაც კარგად ვიცით რა კრიზისებში წავთ. და რის ხარჯებს გადიხართ ყველაფერი იციან იქა და მეც კარგად ვიცი რა. ამიტომ ჯობია დროზე ახლა იმ გამოთავისუფლებულ ადგილს დაუბრუნდეთ ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ბიჭო მე არა ღმერთი ჯული მე სომხების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ნიჩიო ლიჩნავა. Только бизнес. ჩვენი ადგილი ხო დაიკავეს კაცო მაგათმა. ჩვენი სიგიჟებით რო დავკარგეთ. რავი, უხერხულად არ იგძნეს თავი მაშინ. ამიტომ არ ჩვენ ცნო ვათამაშებთ ტაკუცებს, კაცო.
Еще раз повторяю, ничего личного, только бизнес. ხო, დიდი, ანუ ეს თუ კი მოხდება ბატონო პატა, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც აქვს სოფლები მიტოვებული, ეგრევე დაბრუნდება იქ და განაშენიანებას მოახდენენ და გაიტანებენ რუსეთში. ახლა ეგრევე ამოიწევს საშუალო ფინანსები. რა თქმა უნდა, ამოიწევს კი რა საქართველოს იამაყებს ამით, რომ რუსეთში გაიტანებენ იმ ხილს, იმ ვაშს და სხვადასხვა. ახლა 26 მილიონი ცხოვრობს კრასნოდარსკის კრაისში. 1.700.000 ხარ 3 მილიონი ნახევარ ქართველში. რა პროდუქტი უნდა გამოუშვათ იმდენი, რომ 26 მილიონი დამეკმაყოფილოთ. აი, რა, აღარ გავლები იქით წაღებაზე, კაცო. ნუ ეს არც მოხდება, ერთ დაკმაყოფილებს, მაგრამ ამიტომ რაღაცა ჩვენთვის იქნება კარგი. რა თქმა უნდა. სხვათა შორის მერსედესის დაბრუნებულია, ძალიან გამიკვირდა. ჩემს მასაკავს მერსედესი და შევიარეთ. Ну то ისე რა, კარიანი მეთქი, ის ადრე იყვნენ, მაგრამ აბრა ქონდათ მოშორებული და ესა უძველიაო, გაიგე და რაც არის ჩამორჩარდარჩენილი იმას ავყიდითო. ეს მითხეს შარშანწი. ბიჭო, დღეს ერთ 5 დღის წინ ვიყავ, მე ვთქვი რა ვერ გახიდეთ, კაცო. აბრაც გამოფინეს, მოგივიდა მშვიდობა. ნაწილებით როგორ ყველაფერი როგორც არის კაცო. მე ვიდეომა გადაღებული იქ არის მითხარ ბიჭო მე ვუტყვი ხო არის Adidas, Nike თუ რაღაცები ხო არის მე ახალგაზრდა უფრო იციან. ყველაფერი. ადრე ესენი წარწერები რეკლამები ყველაფერი და ეს ლამაზად არის გაკეთებული მოსკოვის ცენტრში Nike-ის და მე ვთქვი შემოვიდნენ და ani никуда не уходили. საწავლე. არა, არ წასულან ვარსადო. ბატონო პატა, მოდი გადავიდეთ შემდეგ. დავაიце ანკარა ნატოს სამიტის თემას შევეხოთ ახლა ჩვენ, რომელიც დედა რა იყოს? ცირკი. აი მოდი. აი просто ცირკი. მაგრამ უყურეთ რა. ჯერ ავიღოთ ის რომ უკრაინის პრეზიდენტი ვადაგასული ესეთი დამცირებული, ესეთი პირობით რო ჩაყევხარ ქვეყანის პრეზიდენტი, ესეთი პირობით რო ჩაყევხარ, რომ ეხლა თვალში მაინდა-მაინც არ გაეჭხირო ტრამპის. აი უყურე რა, პიტაპირ იმას გეუბნებით. თვალში არ გაეჭხირო და თვითონ რო გეტყვის მაშინ შეხვდი. და არ გინდა იმასთან, რასაც გეტყვის ესე გააკეთე და რა. ბიჭო ფიქრობ რომ აქამდე ხომ მივიდნენ. კაი, მაგასაც თავი გაანები. ეხლა იქ ყველაზე მთავარი რაც მოხდა. გამოვიდა ეხლა ტრამპი, აი რა ტრამპი მილაპარაკა და რა მიხეილ სააკაშვილმა. ორივეს ერთი წონა აქვს. აბსოლუტურად ერთი. არ უტრირებ და ორივეს აქვს ერთი წონა. არავითარი მნიშვნელობა რო არ აქვს, რას იტყვის ტრამპი და რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი აქა. მაგრამ რო გამოდის კაცო და ამბობს ესეთ რამეს. ეხლაო მე მანდაო, ვაფშე არ მინდა წასვლაო. просто ერდოღანიო, ჩემი ძმა ბრატიაო, გაიგე შენ. ხო და პროტო ხო არ ვაწყენებ ეხლა ამ დანარჩენი ჩათლახების გამო. თორე მაგ იქაო, იქ საჩათლახეთი იკრიბებაო, კაცო. აი ჩვენ რომ მივდივართ რა, ჩვენ რო გვევასება, იმაზე თქვა რა. მე ესე ვუყურებ. შეიძლება სიტყვა ჩათლახია რა თქვა, მაგრამ ესეა, კაცო, ესე, მაგას ესე ქვია, რა. იო, ჩავიდა. თელი პროცესი ვაკვირდებოდი რას? აი, ტიპი იყო დაინტერესებული, რომ ყველა ევროპელი ლიდერისთვის თავზე დაესვარა რა. აი, კახურად რო იტყვიან ხოლმე, აი, ხალხმა გადათარებლოს. აი, ამით იყო დაკავებული, რომ იქნებ როგორმე დავასვარო თავზე ამათ რას უყელასო. ეხლა რატო მაინდა-მაინც თურქეთი? პირდაპირი მტერი ისრაელის. თურქეთი ისრაელის ომი რო გარდაუვალია. ამას ეხლა თვითონაც ვიციან. ისეთი თემაა, მაგას ვერც თურქეთი ვერ გაექცევა და ვერც ისრაელი. სანამ არსებობს თურქეთი ესეთი, ისრაელი ყოველთვის იქნება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე. სანამ ისრაელი არსებობს ეგეთი,
როგორც არის, ყოველთვის იქნება თურქეთი ეგზისტენციალურ საფრთხის წინაშე. ამიტომ ეგ ადრე თუ გვიან ეგ გასყდება ეგ მომენტი. რა ქნა ამ დროს ტრამპმა სააკაშვილმა ესე დავარქვათ რა ორივე ერთი დავარქვათ კი ბატონო. ტრამპმა სააკაშვილმა გააკეთა ესე. ისრაელის დასანახად შენაო რაღაცაო სანქციები გაქვს ხო იმ რაღაც F იმაზეო 35-35-ებზეო მოუხსენით კაცო ერთი მაგასო აუ გაგიჟდა ისრაელი რა უნდა მოუხსნაო კაცო ის უნდა მოუხსნაო ამ დროს პარალელურად ომი დაიწყო ირანთან კიდე ომი არა დაბომბვა ომი ამ წელს არ დაიწყება მეთქი ჩემი სიტყვებია ერთადერთი კაცი ვიყავი ვარ და დღესაც ვადასტურებ ომი ირანში არ დაწყებულა. ომი გარდაუვალია, მაგრამ ამ წელს ეს ვერ მოესწრება ფიზიკურად. იქნება პაუზები, მემორანდუმის ხელმოწერები, აი ეს რაღაცა ტაში, ტუშები, რაღაცები, მაგრამ ომი მაინც იქნება. პაუზები, მერე დაბომბები, მერე ისევ პაუზები და მოკლედ მე ირანის იმ დაბომბვასაც შევეხოთ თუ კიდე. ისრაელმა ერთი რაკეტაც არ გაისროლა. ერთი რაკეტაც. აი ეს დღეები რომ მიდის ომი ისრაელი არ ერევა მაგრამ რატომღაც ამ დროს ტრამპ შეექმნა ამერიკაში პრობლემები აი წარმოიდგინე რა უკვე იქ დაიწყო პრობლემა არასდროს ჩემი სიტყვა დაიმახსოვროს ყველა არასდროს ამერიკა ისრაელს არ მიატოვებს ვერ გახდება ვერავინ ამერიკის პრეზიდენტი ისრაელის ფინანსების გარეშე. თუ ისრაელი არ მიატოვებს ამერიკას არასდროს. ხო, მოდი ეგ უფრო ეს უფრო სწორი თქვი ხა შე. იმიტომ რომ ერთერთი ვერ გახდება ამერიკის პრეზიდენტი ისრაელის გარეშე. ან კონგრესმენი ისრაელული ფულის გარეშე. ეს ილუზია რომ ეს პაკეტი გაუგორა გაბრაზებულმა ისრაელზე გაბრაზებულმა ტრამპიმ ერდოღანს. უკრაინაზე იყო ვითომ ლაპარაკი. ყველა შეთანხმდა ანკარაში ერთი რაც საგანგაშოა ამერიკიდან დაწყებული ყველა ქვეყანა იქ შეკრებილი ეს სოდომიტები, ეპშტეინელები, ერთამეზე შეთანხმდნენ ყველანი. ჩვენ ვემზადებით ომისთვის რუსეთთან. წერტილი. ვინ რამდენს გაიღებს ამაში და ვინ რითი მარაგდება, ეს უკვე ტექნიკური მხარე. მაგრამ საგანგაშო ის არის, რომ ამაზე უკვე შეთანხმდნენ. კიდევ უფრო საგანგაშო ის არის, რომ აი ამ ეპშტეინულ კოლექტივში ოფიციალურად საქართველოს იყო მიწვეული და ჩვენი დელეგაცია იქ იყო. ერთი ხო იქ იყო ჩასული ბოჭორიშვილის სახით. მეორე იყო ჩასული პარლამენტის თავმჯდომარის სახით ევროპაში, ევროკავშირის, ევროგეი კავშირის რაღაცა სამიტზე. ანუ უყურე მე რატოა ეს ანკარა და უყურე ამ დროს ერდოღანი ქვეყნებს იმას იარაღს ესეთი ყუთი იყო ნაგანიდებს თურქეთის დროშა და ნატოს დროშა ხდები ანუ იმაზე ყველა შეთანხმდა ამით რომ ჩვენ ომისთვის ვემზადებით დიდი ომისთვის ეხლა ეს რატოა ჩვენთვის ესე ცუდი შენ საქართველოს დაიჭირა მხარე ეს იმას ანიშნავს რომ ქართველი კაცი ახლა გავარდება იარაღით და იმ ადგილზე დადგება არა კაცო შენი ტერიტორიას გამოიყენებენ თუ დაჭირდათ თუ გამოაყენებინა მე მოწინააღმდეგე ხარენ ჩინეთმა და რუსეთმა ხო ის შენაღარ ამისთვის ვჭირდებით მოდი ეს ხო აბა ახლა სხვა აი გეკითხები აი რაში ვჭირდებით აი გეკითხები სხვა რაში უნდა ჭირდებოდე
გინდა ამერიკელებს და გინდა ევროპელებს. ერთი მიზეზი მითხარი სხვა რამის. არანაირად. ეხლა არბიტრას ეხლა ვიღაცა მაყურებელმა, რომ დედა, ესე იგი ჩვენი გაჭირვების გამო დღე და ღამეს ათენებენ და ღამეები არძინავთ. არძინავთ, არა. ეგ სიგიჟებს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს საზოგადოება მათ გაზარდეს, კაცო. ახლა თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი, ვინც ამდენს თქვას, რომ ბიჭო რას ვაკეთებთ. თითებზე ჩამოსათვლელი გვაქვს. ეს ხალხი. მენტალურად ჩვენ არა ვართ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ არა ვართ მენტალურად ტრადიციული სამყაროს წევრები. ეხლა კი არ გეუნები, კაცო. არ გეუნები საუკუნეების უკანაც. ესე როგორ დაჯდა, აი ეს ლიბერასტია ქართულ გეში, აი მოერგო რო იტყვიან რა. აი ზედ დაჯდა, გაიგეში. იმიტომ რასაც ლიბერასტია გადაგებდა ეს ქართულ კაცში ისედაც იჯდა, კაცო, ეს გაყნილება, შიშარა. ყოველთვის იყო უყურე ახლა ამას შევეხებით, მაგრამ ეხლა უნდა თქვა მაინც ეს არა. ქართულ აი უყურე ეხლა რო ილიანიუმია უნივერსიტეტი. კი. ეგ იყო ადრე, სანამ კომუნისტები შემოვიდოდნენ, ბოლშევიკები, ეგ იყო კავკასიაში მასონთა ლოჟის ცენტრალური ოფისი. კითხვა მაქვს ერთი ყველასთან. ბაქოში რატო ვერ გახსნეს ოფისი, კაცო? საფრთხეთში რატო ვერ გახსნეს, დაღესტანში, ჩეჩნეთში? რატო იყიდებს ესეთ რაღაცები საქართველოში, ქართველ კაცში, რატო იყიდებს ესეთ რაღაცები თეხს? რატო მოიკიდა და გაიფურჩქნა საქართველოში სოროსიზმი, ბაია პატარაია კოლექტიური, გეის პარადების, ასე იგი, თავ გადაკლული. მაგრამ ფული მუშაობს და ფული ქართულ კაცს მოაშივია და აიღებს. რატო აზერბაიჯანში ფული არის? ნუ აზერბაიჯანში სხვა ის მეტალიტეტი არსებობს. აი, ზუსტად მან დავა. ესე იგი, რომ ზუსტად დააჯდა ქართულ მენტალობას ეს ლიბერასტი, აი მოაჯდა რა, რო იტყვია. არ არსებობს როგორ წარმოგიდგენთ ახლა შარმიშელი ჩასულიყო ბაქოში ალიევს თავის ხელისუფლება გამოეყვანა და აი ესე დაეწყავებინებინა. ხო გახსოვთ კადრები? კი, როგორ არა. აი ეს თავზე დაასურა კაცო თელი ისტორიის ქვეყნის თავზე გადასურა და ოროსანი ბავშვებით. აქეთ ოპოზიცია იდგა, ესე ვთქვათ, ეს სოდომისტები, უფრო პასიური სოდომისტები, იქით აქტიური სოდომისტები. იდგნენ და ამჯერ რაზგავდეს შარმიშელი, სულ იმის ის მქონდა, სულულეთი მოვიდა შალაბანი ჩავარტყა ეს ვინ ჩემი ფეხები აქ ჩამოეტრიემეთ. ხვდები? ანუ და ის გვიგვარებდა აქ პოლიტიკურ საქმეს. ანუ უყურე, ამას რატო ვერ უბედავდა სხვას? რატო ვერ უბედავდა, იცი? იქიდან ისოდა რომ იქ ჩემიანები არ არიან. ირანში ჩემიანები არ არიან, კაცო. აზერბაიჯანში ჩემიანები არ არიან, კაცო. აზერბაიჯანს, ირანს, გროზნოს, ორჯონიკიძეს, აი ხა ვერ გაუბედავენ, რომ მოდი რა ერთქესიანთა კონცერტი. აი წარმოიდგინე ახლა ერთქესიანთა კონცერტებაზე მისულიყო ვიღაცა ევროკავშირის დელეგაცია იმამთან, აი დაუშვათ მაგათ იმამთან მისულიყო და ეთქვა რომ პატარა დაგვეხმარე ახლა შენ პატარა რეკლამა. ხო, წარმოუდგენელია. აქ რატო ბედავენ თუ შენ ეგეთი არ ახარ, კაცო? თუ შენში არ ხედავენ ისეც როგორიც თვითონაა. როგორ უნდა ბედავდეს ამას? იმიტომ შენ შიგნით ისინი ჩათლახები არის, ისინი ცნობილი რომ ბიჭო შენ ეგეთი ხარ რა. პროსტო ვიდი გაქვს და ესე რა ქვია, ქართულო ხელი ხმასი ხარ და ყველაზე დიდი სიმღერა იმღერო და რაღაცა თეულური იცეკო რა. სულკა აქ მან დამთავრდა ყველაფერი რა. ამიტომ მეტალურად ბიჭო რავი, იმიტომაც უნადგურდებით რა. ეგ ეხლა არ ხდება, კახა, ეგ ვერ ვიტყვი რომ მიშა მოიტანა, მე ამათმა გააგდელეს, რატო მე-18 საუკუნეში ეგრე იყო და მე-19-ში. ნუ გააქტიურდა უფრო 30 წლის. ხო, მე იმათმა აიღეს ვლასტი ამ ეფშტეინებმა. 21 საუკუნე მუშველა ახლა მათ როგორც საუკუნე რა, თორემ მეტი არა. აი ეგ იყო რა. აი დემოგრაფიას რო შევეხებ, მე უფრო გავარცილებ მაგ თემას რა.
შოთაშორის მაგაზე მინდა ბატონო პატა გავამახვილო ყურადღება ანუ ირანის თემა, ირანის არა, არაბების თემა. არაბების თემა. და მისი დემოგრაფია, რა თქმა უნდა, ჩვენ ტერიტორიაზე ხედავ იმაზე 700 ჰექტარზე მიდის მაგაზე საუბარი, რომ უნდა გააშენონ ქალაქები, ერთი წანიში და მეორე ბათუმის ტერიტორიაზე, ხო, მე მგონი თუ აქვს. გონიოში. და აქ რა მოხდება მაშინ? გეტყვი. აჰა, აგერ წინა კვირას იყო თუ რაღაცა დაიჭირეს. არასრულწლოვანი ბავშვი შეუთრევიათ. ჩამობრძანებულებს და კარგა ხოშიანად სამივეს ესე იგი სულ დოინჯით უხმარიათ ეს ბავშვი არასრულწლოვანი. ეს ერთი უბედურება. მე ეს ჟურნალისტი დადის მიდის მოსახლეობას ეკითხება რა აი რა მოხდაო ესაო და მოსახლეობის რეაქცია არ გაინტერესებს. შეგვაწუხეს ბატონო. შეწუხებულები ვართ, ღამე ვერ გძინავსო კაცო. გამოვლენო აქაო. მღერიანო თავის იმასო. რა არის ეს ამას უნდა მიაქციოს პოლიციამ ყურადღებაო. მაგამ აი აქ იმ გარეწრებმა იმ ყოფილმა ქართველებმა იმ არაბებმა და იმ თუ ერაყელებმა თუ პაკისტანელებმა თუ იმან კაცო პაკისტანელებმა კი არ გააუპატიურეს ის კაცო აი ამათმა გააუპატიურეს ის ბავშვი აი ამ ხალხმა კაცო იმ არ ვიცი პაკისტანელი იყო თუ ვინ იყო აღარ ვიცი რა ირანელები იყო არა ერაყელები თუ არა ერაყელები იმ ერაყელებმა იციან რომ კაცო ეს ის ქვეყანაა სადაც მოსულა კაცო აქ შეიძლება ეგ ბავშვი გაპატიურდეს და რა ამერე ყველაზე დიდი მეზობელმა გამოყოს თავი და ხალხო დაგვაძინეთ რა არის რა უბედურება არც ღამე იცით და არც დღე ყველაზე დიდი აი ეს გამოთქვას კაცოებმა რატო იცი მე რო გითხარით რომ მენტალურად მშიშარია კაცო დავართო დაიწყე უარეს გეტყვი ვიდეო გავწერდა ვიღაცა არაბებია თუ რავი ერთგვარად გასაწყვეტები კაცო გამოვარდა ვიღაცა ქართველ ბიჭს ერთი დაჟე მერსედესი ყოლია ლურჯი და დაუგჯეს კარგად სემეს ეს ხო წამოხდა ჯიგიტი კაცო ჩვენი აქეთ ქართველები ხო არიან კიდე კაცო ახალგაზრდა ბიჭო ეს ხო გალები აღარ არის რომ კაცები არიან ახალგაზრდები ბიჭო საქართველოა ესა ბიჭო აქ საქართველოა დედას გიტირებთ იმას გიტირებთ და გაბორბის ხალხო სადა ხარ ქართველებო ესე უყურებ და რა გამახსენდა იცი მე მყავს პიტბული რა ძაღლი და ხანახან ერთხელ გამექცა კაცო და რო გავარდა ძაღლთან რო ის ძაღლი ვისთანაც მირბოდა ის შიშისაგან ამ ძაღლმა იმ მეორე ძაღლმა რა ისეთი კივილი დაიწყო ისეთი მეშინდა და ჩემი პიტბული უყურებულია იცი ის როცა ძლიერია ტიპია რა ის ესე დგას არც იღრინება არც კბილებს აჩვენებს ეს არა კაცო ის დგას დასტოინად კაცო ის პალნიწელია და მიტო კაცო მაგას რომ დვანიაშკები გამოეკიდებიან ხოლმე მე ხომ მივასეირნებ როგორც კი აი მოუახლოვდნენ დაუშვათ საშის ზონამდე ის ტრიალდება ესე ხო დადგება როგორც კი შეხედავს და ესენი კუც ამოიბავენ აი ხო ეს მუთუნებში რო აი რომ დაატორმუზებენ ესე რომ მიფრინა ხო დაატორმუზებენ წივილი თუ კანგარბია აი გამახსენდა რა გამახსენდა იცი ამ ყვირილით მან თავისი შიში გადაფარა კაცო კი ის კი არა რომ ბიჭო რავი ახლა რა თუნდა იმას ყვირილი კაცო მაგან აი ამ ყვირილით შიში გადაფარა რომ შეეშინდა ტიპს თუმცა მარტო არ იყო კაცო იქ 3-4 კაცი იყვნენ მაგის ბრატები აწყნარებდნენ გაიგეშენ ამიტომ კახა ეს ლიბერასტია და რომლები რომ მე თქვენი სამყაროს წევრი არა ვარ კაცო
არა, ნუ მიყურებ, მე ქართველი ვარ, თქვენ ყოფილი ქართველები ხართ, კაცო. თქვენ ამას კი არ ეგუებით მარტო. თქვენ ოღონდ თქვენ არ შეგაწუხოთ, ღამე არ შეგაწუხოთ. აი ღამე არ შეგაწუხოთ. აფშარ გაინტერესებს. და სარდაფში 20 კაცს რო გაუპატიურონ, არა პრობლემა არ არის. ამათმა იძინოს კარგად. მე არ შემაწუხო. ჩემ კარებამდე მოვა, ყველას კარებზე მივა ეს უბედური. კი, აუცილებლად, დაწყებულია უკვე. ერთი რისი სურვილიცა მაგ აი ხა მე სამთხო რა, აი ეს. ჯორჯიან ტაიმში რო აპრავებენ ხოლმე ამ არ შეიძლება რომ მაგათ ოჯახებს ეგეთი რავი მოუვიდეთ კაცო. ეგრევე უნდა გამოვიდა ამ ტელევიზორს და თქვა რომ თქვენი ხმა არ გავიგო ინვესტიციაა. ინვესტიციის გულისხმობს ახლა პატარა შვილის გაუპატრონება უნდა აიტანო კაცო. დიდი ამბავი ახლა თუ უკანალიდან პამიდორის ქერქი გამოუღეს რა. თითქოს დიდი მოუსწრი არ რაღაცა აი ესე უნდა ვიაზრო მაგათ. აი იგი მაგ შობელძაგნებს. ეხლა წავიდ და იმ ბავშვის ოჯახში შეიხედეთ გამხელა ტრაგედია ტრიალებს. მიდით ეხლა მივიდეთ ჯორჯიან ტაიმსის გამყრევებლები და თქვა რომ იცით რა აი თქვენი შვილი კი იხმარეს კაცო. და რამდენი ეგეთია რომელიც ვერ ამბობს. კი. რამდენი ეგეთი პროსო გახმაურდა კაცო. და მივიდეთ და მიუსამჯულო უთხრა რომ აი ინვესტიცია, მაგრამ აი რა ვქნა სტუდენტები არიან. მოუნდათ ნაშაჭკა მოუდა და უცბად შეეშალათ თქვენ შვილში. ეგ მამა ძაღლები, მაგათმა გააუპატიურეს ის ბიჭი. მაგათმა, აი მაგისთანა სოდომიტებმა გააუპატიურეს ეგ ბავშვი. ბატონო პატა, რა უნდა ვქნათ, რომ ეს ჩვენი ბავშვები დავიცვათ, ეს ახალგაზრდები. ამ უბედური უჯიშო ხალხის. ვეღარაფერს თქვენ ვეღარ დაიცვათ, ისინი უკვე აქ არიან. ხო, არიან, მაგრამ ეხლა ბოლომდე ხო არ უნდა მიუშვათ, კაცო. და რა უნდა გქნათ, რამდენი ხართ, კახა მითხარით. არა, ნუ რამდენი კი არა ვართ. რამდენს დავითვლით, მოდი ეს. ახლა ერთი წუთით. რამოდენიმე თვის წინ, აი ეგ ჩვენთან მანქანა რო არის სუროგაციის. კი. ერთი თუ დაიცდეთ. მოდი უთხრათ, მე და მე გახსოვთ ხილები რაღაც, ყველამ ნახა და ჩვენ რაღაც დავუმალოთ კაცო. აი ეგ რამდენი ქართველს მიყავდა ბავში გასაყიდად. აი აქედან არის სულ რაღაც 50 მეტრი ესე რო გადავჭოთ გზაზე. აი ეს მთავრობა რო გამოდის და შობადობაო და ესაო და პრობლემები ეთნიკურად რამდენი დაიბადა? სუროგაციით რამდენი გაიყვანეთ სუკა? და აქ რამდენი დარჩა? მარტო აი აქედან რაც მე და თქვენ ნახეთ, აი ეგ რო რაღაცებს რო ყიდულობდნენ კაცო, ფეგძიმე ქალები რო დარბოდნენ. მაშინ ყვიროდი სხვათა შორის მე ბატონო პატა. აქ ხო თქვი მე კაცო? კი. კითხვა ხო დავსვი კაცო? ეს სხვა ხო თქვი პროსო ვეღარ შეველით იქამდე რა, ვერ გამოგვივიდა ის გვინდოდა ხალხს უონები რომ იქ ოპერაციის ჩატარება, მაგრამ არ გამოგვივიდა, კარგად არის დაცული კაცო. და ხელისუფლებიდან არის დაცული. რომ აი გაყავთ აქედან ბავშვები იყიდიან. ეხლა გეკითხები, კახა მე სადაც ბავშვები იყიდება, სადაც ნარკოტიკი იყიდება, რა ქვია პატა იმ სახელმწიფოს? სოდომიზმი, ფაშიზმი, ისა ეპშტეინიზმი. კახა, ეხლა შენ კითხვაზე ვთქვი პასუხს. გამოვედით ქუჩაში. ან ხელისუფლებამ ესე გადახედა ამ ყველაფერს, რავი, გამოვიდა ერთი 200 ტიში კაცი. მოდი ხალხო, დავწყნარდეთ და ამ საკითხს ჩვენ გადავხედავთ. ეგეთი პირობა მოგცეს პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრმა, რომ მე გადავხედავ სტამბოლის ხელშეკრულებას. ეთყობა კაბინეტში კალამი არა აქვს, რომ ეს ხელი მოვაწეროს, რომ სტამბოლის ხელშეკრულებიდან გამოვდივარ. კალამი არა აქვს. აი შეიძლება ეს გაუგზავნოთ. გაუგზავნოთ თუ არა კალამი? როცა მე ხელი მოაწერო. როცა მე მეკითხები, რა გვეშველება? ვის უნდა შველა? ქართველ კაცს მაგი, ყოფილ ქართველებს მაგი არ ჭირდებათ? ძალიან კარგად გრძნობენ თავს. არაფერი პრობლემა არ აქვს. მაგრამ ისინი სხვა სამყაროა, პაატა და ის სამყარო არის შენზე მეტი კახა. არა, ნუ არიან, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ისინი არა, მოპატიე. ისინი არიან შენზე მეტი. ისინი არიან უმრავლესობაში. იმათ აქვს შენზე დიდი რესურსი, შენზე დიდი გავლენები და ხარდაჭერა თითქოს ჩვენიანები რო არიან იმათთან. მაშინ გეკითხებით
როცა როგორ უნდა გავიდე? ხო უნდა გავიდე კაცუნე. აი თქვა რომ ბიჭო, ეს რა ქენით კაცო, რა უგედუბრება ეს რა არის? კახა შენ როგორ ფიქრობ რამდენი კაცი გამოვა? კაპიცე ყველაფერს, აი პროფ. აი ძმობაში გევიდე. კი ბატონო, აი რამდენი კაცი შეიძლება გამოვიდეს? მე ვიტყვი რომ უმცირესობაში მოხვდებით ნებისმიერ სიტუაციაში. აბა კახა, რატო უყურე კახა დაცინვას დაგიწყებენ კაცო? ქართველ მე რო გითხარით ქართველ ადამიანს, ყოფილ ქართველს თავისი ქვეყნის და თავისი ფიზიკური უტილიზაცია ჩართული აქვს და პირდაპირ მიექანება აქეთკენ კაცო ბიჭო თქვენ ან მე ვერ მიგებთ ან მე მეტი ქართული აღარ ვიცი თქვენ ქართული დაივიწყეთ თქვენ არა კაცო გასაგებია ხო იზრდება ხო რა თქმა უნდა თქვენ ქართული დაივიწყეთ თქვენ მისია აი ხანდახან ვფიქრობ აი სხვათა შორის ანუ შეხედე რის თქმა უნდა პატა თქვენ ანუ მართალ საუბრობ და კარგია რომ ესე საუბრობთ რომ ანუ ჩვენ ქართველებს მოუწოდოთ რომ ნუ ვიქნებით ეს ხო მე ქვევში ნუ ვიქნებით და თავს ნუ ამოვყოფთ მე რაღაც საჭმელი რომ მოგიტანოს ვინ უნდა ფული აიღო კიდე სხვათა შორის ქალები ჩვენი ქართველი ქალები რომელიც დღეს ღმერთის წყალობით კიდევ არიან შემორჩენილი საქართველოში ვაშკაცი ქალები ისინი მეც გააკეთებენ აი ამის გამო მეც გააკეთებენ გეუბნებ ვიდრე კაცები ახლა მე გეტყვი აი მაქალებს ეს კაცები ჩაქოლავენ ხო არა გამორიცხო არ არის მაგალითი მოგიყვანო კახა მე უსმინე მახარაძის გაკრას მოსკოვში ვიყავი უსმინე მახარაძის და იმის ეს ამფეტამინი კაცო ბოკერიას ცოლი კი მე ზურას უთხარი ზურა მე ვთხარი ეს დაამფეტამინებული იყო მეთქი არა მე ვთხარი ზრაჩკი და პასმატრი მეთქი თვალებს შეხედე როგორ აქვს გადიდებული მეთქი ეგ არის დაამფეტამინებული ტიპია მეთქი ნუ არაო გიჟიაო ბიჭო არ არის ეს დაამფეტამინებული ტიპია რა კახა უყურე მაგ ადამიანისთვის ღია არის სახელმწიფო ეთერები მაგ ადამიანის წინადადებას რო გამოთქვავს რაღაცა წინადადება თქვა განცხადება გააკეთა თითქოს ესე იგი გამოაქვეყნებს ყველა სახელმწიფო მედია და ასევე სოდომიტური მედია მერე დაიწყება მაგ სოდომ ამფიტამიშიკის ჩორგოლიაშვილზე მაგ ბოკერიას ცოლზე მხლა მარაკი მაგაზრის განხილვები იწყება ანუ ისი თქმა მინდა რასაც შენ მაკითხვის პასუხია შენ რო ამბობ რა გვეშველება ჯერ შველა უნდა გინდოდეს კაცო ჯერ საფრთხე უნდა იგრძნო საფრთხე ჯერ ქართველი კაცი ყოფილი ქართველი კაცი ვერ გრძნობს პირიქით ისინი ჩემში უფრო აი ჩვენში უფრო ხედავენ საფრთხეს ხო ვიდრე ამას რომ ნები იმას გონია რომ შენის გძულს როცა შენი ამ ყოფილი სახელმწიფოს პრიორიტეტი და აზრი არის მნიშვნელოვანი ესეთი მამაძაღლების აი როგორც ჩორგოლიაშვილები არიან კახა როგორ ბედავთ საერთოდ და როგორ მეუნებით რომ როგორ აი ეხლა რაც კითხვა მითხრა როგორ გავაჩვენოთ ის გამჩი როგორც კი ეცნები მაგის გაჩერებას კახა გულბათ რცხილაძეს მოგანატრებენ ვინ გააკეთებს ამას ხელისუფლებიდან დაწყებული ხალხით დამთავრებული მარტო ხელისუფლებას ნუ შეახოცავთ ხელს კაცო ესე არ არის მარტო ხელისუფლება არ არსებობს ესე ძამი არ ხდება კახა ანუ ქვეყანა არა გვაქვს დაცული კაი ახლა დაცვაზე მე ლაპარაკი ხო ქვეყანა ხო უნდა დავიცოთ ამათი კახა 1,700,000 ხარ 3 მილიონი ნახევრიდან ხოთა შორის გახსოვს რომ თქვა რომ მე კაკას აქ ვიყავი რო ისაო რა ქვია საქართველოს მოიმატაო ისაო მოსახლეობამო რაღაცაო ხალხ მეგრევე მიუწერა რა იქ ხალხი ვერ მოატყუებ 2 დღე ვერ გასტანა მაგ ტყუილმა თვითონ მაგათმა გამოაქვეყნეს მერე თვითონ მაგათმა გამოაქვეყნეს რომ იმის ხარჯზეო ჩამოსულების ხარჯზე გაუმრავლდითო
ეხლა რაც შენ მკითხე, ეს პასუხი არის თუ არა მაგისი? სხვათა შორის მთლიანად შემოსული არის არაბები, ჩინელები, ჩინელებს თავი დაანებე. აი ესენი ის ინდუსები 280,000 მეტი. ცოტა მეტიც არის. ცოტა მეტიც არის და ამიტომ როცა შენ რაღაცა პრობლემას წვითავ, რომ აი ეს როგორ გავაჩეროთ. ჯერ ეს უნდა მე და შენ რო გვიდა, მე და შენ უმცროსობაში ვართ. მე და შენ ისაც გვინდა რომ ამ ქვეყანას უსაფრთხოების ხოლგა გადაეფა. ხო, მაგრამ ეს აუცილებლობას წარმოადგენს ამათი გაჩერება. არა, ეს კაცო, გამომხედე. ეგ შენ გონია. ეგ შენ ტრადიციულ ქართულს გონია. იმ სამყაროს წევრებისთვის ეგ არაფერი არ არის, კაცო, იგივე მოგიყვანს მაგალითს. კაი ბიჭო, რა გადაეყალოთ ეხლა ამ ერთი გაუპატიურებულ ბავშვზე. აგერ მთელი გერმანია გააუპატიურეს. ერთ წუთში შემოგიტრიალებენ, კაცო, მაგას. იმიტომ რომ მაგათი მისაბაძი ქვეყანა ხო ტრადიციული სამყარო არ არის, კაცო. რაღაცას რო აშენებენ ევროსტანდარტებით. ბიჭო, რა ქართული სტანდარტი მინდა, არ მინდა, კაცო. სადაა ქართული სტანდარტი? არა, ხო, ზოგადად მე მესმის. მაგათ ფსიქიკად გეუნები. ამიტომ შენ როგორც კი მაგას იმ ლაპარაკს უწყებ, რომ შენ ერთაშორის შუღლი ჩამოგდება გინდა? რა, დაიცა რა გერმანიაში არ ხდება ეგრე? რა რუსეთში არ ხდება ეგრე? მარტო საქართველოში გააუპატიურეს, იმ წუთში შემოგიტრიალებენ. რატო იცი ვერ გძნობენ ტრაგედიის დონეს? ან ეგუებიან ამ ტრაგედიის დონეს და ფეხებზე კიდიათ მერე. ხო, ან როცა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაც ვნახე და რა კომენტარებიც ვნახე, ბიჭო, რა ვიცი, გავჩუმდი. ხო, ხდება უნდა, კი ესპანეთშიც მოხდა. იმ წუთში ითმა დაწერა რა იქ. რომ რა, კაით რომ ხალხო ხარ, თლათ ესე ნუ იცით რომ კაცო ქართველებმაო რა. აგე რა გერმანიაში ახალ წელს 200 ქალი გააუპატი. გერმანიაში რა ხდება? ჩვენ რაში გვაინტერესებს? ჩვენთან არ უნდა მოხდეს, ჩვენ. ხო, მაგათ არა, მე ისიც იმას ეკეთებ პასუხს, რომ როცა შენ მეუნები რომ ეს უნდა გავაჩეროთ, გეკითხებით ვინ უნდა გააჩეროს? იმათმა ვისაც არ უნდა რომ გააჩერდეს? თუ გინდა რომ აიძულო რომ გააჩერო. ექსპერიმენტის სახით და თუ გინდა, აი კახა, შენ არ ახარ მონაკო. მონაკოში ვიღაცა იქ ეპშტეინელს რაღაცა მიწა იყიდაო თუ რაღაცა და მილიონამდე ხალხი გამოვიდა ქუჩაში. კი, ხო. შენ არ ახარ ტრადიციული სამყარო, კაცო. იმ წუთში შემოგიტრიალებენ. დაიცა რა, აი ხა მაგათ ხრიდან გეტყვი. დაიცა რა, შენ რა ინვესტიციის წინააღმდეგი ხარ? არ გინდა საქართველოს ეკონომიკა მოიწამოიციოს? არ გინდა სკოლები აშენდეს? როგორ გადაუხადოს სოციალურ დაუცველებს? არ გინდა პოლიციას ფული ხელფასი? ის მოგწონს კარგად გზები რო იგება? ის მოგწონს რომ სკოლების რეაბილიტაცია მიდის? აი შენის თანები რო არიან? იმ წუთში შეგწובה, კაცო, იცი, ბოდიში ასე გაგადე, ვაიმე ეს რა თქვი? ეს როგორ წამომწდა, კაცო? ამიტომ როცა ეგეთ რაღაცას უკვე ნერვი მეშლება როგორ ჭვარ უნდა თამხაზე შენ რა გაუტრაგე საქმე კაცო ის არაბი უნდა შენ ქრისტიანს კაცო გავანება ესენი უფრო მალე ისლამს მიიღებენ ვიდრე იმას რასაც შენ ამბობ კაცო ამის არაერთი მაგალითი მინახია მე ვფიქრობ ქართველი ხალხი მაინც არ დაუშვებსა ქართველი ხალხს რო ამბობ კახა გეკითხები კიდე ერთხელ აი ეგ ილუზიაც არის 3 მილიონი ნახევარი ხალხი ხართ უკვე ჩემი სიტყვები აღარ არის თვითონ ხელისუფლების სიტყვებია ვართ 1,700,000 ანუ 60%-ს ვიჭერთ ისაც არ ვიცით ეხლა ერთამი გამახსენდა უნდა თქვა იმ ხალხზე რომ ამბობ შენ რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ის ქართველ ხალხზე გეუნები რომ ამნიხანი ამაზე გელებები რომ ის რასაც შენ ხედველობაში გაქვს ქართველი ხალხი ის ქართველი ხალხი დაგიწყებს მაგას ლაპარაკს კაცო 20-30% მაინც შენ ამდენი ხარ ეს მითხარი შენ ბიჭო ეს რომ მომხდარიყო ადრე რომ ვიღაცებმა აიყვანეს და ბავშვი გააუპატიურეს თბილისი დაინგრეოდა კახა აქ ვახმოიპოვს გამოიყვანდნენ რუსები კაცო ქართველების დასაწყნარებლად განსხვავებას ხდები როცა ქართველები ცხოვრობდნენ და ეხლა როცა ყოფილი ქართველები ცხოვრობენ კაცო
დაგვაძინეთ ბატონო. ქართველი ხალი ვერ გაიყოს ჩემს სახში ვიღაცის მოყოლის ხარ გეონებით. დაგვაძინ ის კი არა ქალს ბიჭო გოგოს მიეხმარე მაინც კაცო კაი გოგოს მიეხმარე. დაგვაძინეთ ბატონო. რა უბედურებაა ეს? დღე თქვენ არით, ღამე თქვენ არით, თქვენ ჯიშ გასაწყვეტებოდა შედიან ისე სახში. დასაძინებლად. დასაძინებლად. ბატონობატა, ნუ ეხლა ჩვენ ცოტა დასასრულს მივახლოვდი და ბოლო კითხვა კი არა, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ აი რა შეიძლება ლექსუს და ვავანისისა, მოდი ხალხს ბალემისაც უთხრათ, რომ ჩვენს გადაცემის მერე წავა. გახსოვს სალომე ზურაბიშვილის და ის რომ უჩანანუაშვილი რო გავაბით მახეში, სხვათა შორის მე საქმის კურსში ვიყავი და ბევრი ხელისუფლებაში საქმის კურსი ჩავაყენე, რომ ესეთ რაღაცა მზადდება. ანალოგიური გაკეთდა სასომხეთის თემაზე. სხვათა შორის ეგ საფრთხე ჩვენს გვემუქრება. და იქ ლექსუს და ვავანმა, ეს ჩემი ძალიან ახლობელები ადამიანები არიან და იქ არის ერთი ოპოზიციონერი ბიჭი, მიკა ბაბაიანი, ეგ ბაბაიანი ძებნაშია სასომხეთში. პაშინიანმა როგორც გაიმარჯვა, ეგრევე ძებნაზე დასვა ეგ ბიჭი და ეგ სტუდიაში ის ეგ ბიჭი წვენებში ნახავს მოსწრე ხალხი. ეგ არის აი ჩვენთან რო პატრიარქის დიშვილი რო იყოს. ხო, აი იგივეა ოღონდ სასომხეთში რა, ეგ მიკაელ ბაბაია. ხო და ესე იგი მახეში გააბეს ამერიკელი კონგრესმენი, ამ ლექსუ ბაბაძაღლებელები ეგეთი კაცო მაიმული ხალხია. ხო და დაურეკეს კონგრესმენს, ვითომ ელაპარაკება პაშინიანი. ადებილები არიან იქიდან კაცო. ხო და ეს პაშინიანი ეუნება კაცო. ნო აი ეხლა ეკონომიკურად ჩვენ დაგვერხევაო რა, ის გარგარი და ისედიო რაღაცაო აი რა. ეხლა ამერიკელები ეს კონგრესმენი ეხლა არ იცის რომ ამათ მართლა დაერხევათ, მაგრამ პასუხისგებლობა არ უნდა იყოს. იმას კი არ ეუბნება რომ ნუ გეშენია კაცო აგერ მაყუთი და ნუ გეშენიათ კაცო თქვენ იმას ჩვენ მივხედო. თქვენ და ახლაო ევროკავშირში უნდა გაერთიადეთო. მე დაგეხმარები კი იმას კი არ ეუბნება. ევროკავშირში უნდა გაერთიადო. ევროკავშირში და მე იქო მე ჩემ გავლენებითო იქაო და ცოტა ხანი გაგიჭირდებათო ეხლა. რა მოხდა ეხლა? პატარას გაიჭირებთ ეხლა, პატარაო ეხლა დიდი ამბავიო კაცო. 1-10-15 წელი. ხანო ეხლა და მე სანამ გადაგაჯიშებთ ქართველებივითო რა. ხო. მე სანამ თურქები შემოვიდნენ, ბარე მიქვია რა და სანამ გადაჯიშდებით თქვენ ჯიშ გასაწყვეტებო, იქამდე ნუ გაგატანინებთ თავსო. მე მოუწოდებ ხალხს, კარგად მოусმინოს. აი ამას კარგად მოусმინოს და ეს აკაც შეიძლება გაგათონ. გაიხსენონ, როცა მამუკა ფიფიას ხელმძღვანელობით ჩვენ ხაფანგში გავაბით, სხვათა შორის რესტორანში მე თვიჯექი, ნოდარ მელაძის კიდევ ერთხელ, პრივეტ. მე თვიჯექი იმ ლექსუს და ვავანთან. როგორ უთხეს გახსოვს ის ჯულ ვინსონი ეხლა ეს რო არის, ვინსონი და რაღაც. შეიარაღებაო, რამე რო იყოსო, შეიარაღებაო და ეგ ჟენევაშიო, მე უკო პერიოდო, კაცო, იქ არისო, იქ მაღაზია პრობლემა არ გიქნებათო. მე ეტყობა ფებერმა ეს უბრალოდ მოტვინა, შემოვარდნენ, პირდაპირ ეთერში არის მაგარი შემოვარდნენ იქო და ისო ცოტა ხანით მე 5 წუთში გავაგრძელებთ, ეტყობა უთხრეთ რომ მახეში გაგაბია, შენი დებილი დედა, შებებერო ხრონგო, მახეში გაგაბებს და ეს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ ხო მაგას ეს უთხარით, რომ ჩვენ ხო კასპაროვი ვიყავით. და უჩა ნანუაშვილს ვეუბნებით, რომ ესე იგიო, ჩამოხვალ ამერიკაშიო და ის ჩამოიტანე სმეტა, ხო იცი რა არის? აი, ვის რამდენი უნდა გადაგიხადოთ რა? რაში გჭირდება დაჭერილებში, გამოშვებაში რამდენია საჭირო, კოქტეილის დამზადებაში რამდენია საჭირო, მანქანათო პოლიციელებს რო რაღაცა ძურგში დანასულ ტყავთ და ეს რაღაცები რო გინდათო მე რო ხო შველა ფული ხო არის საჭიროო და ეს სმეტა ჩამომიტანეო. ეს გენეტიკით და ანძერძით ის რა დაწერა ყველაფერი. ხო, დაწერა მართლა ხელოვნურმა ფალოსმა როგორ არ დაეზარა? ჩავიდა ამერიკაში. მიადგა კასპაროვს
აგერო კაცო, შენ რომ მითხარიო, აგერო ადალო ჩამოვიტანეს მეტაო. ყველაზე დიდი $9 მილიონი გჭირდებაო. კასპაროვი ეს უყურებს, ვინ ახარ შენ საერთოდ? აქ რატო ჩამოხვედი? ვინ დილაპარაკად? მე კი მიხვდა ექსტერი. იგივე მახეში გავობით ეხლა ეგაც. მაგრამ იქ უფრო ღიად და უკვე ისეთ ლაპარაკობენ რა. რომ ესე იგი თქვენ უნდა მოემზადოთ რუსული ჯარი უნდა და ცოტა ეკონომიკურად გაგიჭირდებათ ბატონო. დაიგე შენ. დაგიხმარები იმას კი არ ეუნებიან კაცო. არ შეშინდეთ და აი თქვენ გვერდზე ვარ და ეს არაფერი გაზ ევროპაში გადაწევრიან დეგერ და ფშიო. ამიტომ კახა მოდი ერთი ბალემ თუ დასასრულისკენ მივდივართ ანაკლის სპორტზეც რაღაცა. აი მაგა ცოღონ 2 წუთი მაგაზე ანაკლის სპორტზე. განვიხილოთ კი ბატონო ერთ თემას. უყურე, პირველი შემიძლია ხაზი დავიფიქსიროთ თქვა რომ ჩინეთი გადააგდეს. გაიხსენეთ შარშანდიელი განცხადებები რომ ჩინეთმა მოიგო, ჩინეთი იწყებს. ეხლა ეს გადაფარის რითი საქართველოს სახელმწიფო ააშენებს. კარგია ყურებში კარგად იჯდება. ბრავო. ვინ არ მიესალმება? ნუ სოდომიტების გარდა. როგორ არა კაცო, რა მაგარი რამეა. მაგრამ ერთი კითხვაა რა ამადა. აი მე კი მანქანას გავაკეთებო, ხალხის გასაგონებაზე ვუp. მაგრამ ამ მანქანას ვინ მართავსო? ეს შეიძლება იყოს ევროპის სოდომიტური ქვეყანა. ახლა კითხვა ხო ისმევა მარტივად კაცო. ბიჭო, უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს? შავ ზღვაზე აკვატორია უსაფრთხოებას ხო უნდა, რა ვიცი, მე მგონი რომ შავი ზღვის უსაფრთხოებას ერთადერთი ქვეყანაა, ვინც აკონტროლებს ოჩამჩირეში ბასტიონების ულტრა თანამედროვე პოლკი დგას. აგერ თქვენ და აგერ მე. აი ეგ ზღაპრები. აი ეგ სიგიჟეები საერთოდ. ისინი ოპერირებას გაუკეთებენ, ესენი ამას გააკეთებს, სულ მაგ ჭკუაზია რუსეთი. ნუ შავ ზღვაზე ეხლა მაგათ აკონტროლებს ამ სტრატეგიული მას. აი ესე იგი ერთი სული აქვს ეხლა ვოვას. აი მე ოღოთე გაშენდესო, აი მე აი დღეში 5 ჯი ლოცულობს მაგის გამო. ვაი ამათ პატრონს უბედურს. მსგავსი არაფერი არ მოხდება კახა. რაღაცა უნდათ ბალანსი შემოეტანათ ამ ნეგატივზე. რაღაცა სულ ნეგატივი მიდის. უნდათ ბალანსი ვითომ დადებითი და მან დადებითი ერთადერთი რამე შეიძლება იყოს რომ ქართული სახელმწიფოს ცოტა ქართული ძალ მომივიდა მაინც ამას ქართული არაფერი აღარ დარჩენია. აშენებს ეს უკვე კარგად ხდება ყურში. რა ვიცი? არც თურქეთია გულდახელდაკრეფილი. არც ჩინეთი და რა ვიცი, არც აგერ იქვე რო დგას ოჩამჩირესთან. რუსები არც ისინი. და სხვათა შორის ომი კიდე არ გაჩერებულა ირანში და რა ვიცი, ნახოთ ბატონო. ყველაფერი კარგად იქნება ბატონო. კი, აბა, კარგად არა ის იქნება. ჯერ ჩემი მართლდება. არაფერი კარგად არ იქნება კაცო. აი ეს კარგად უნდა იყოს. დავასრულოთ ბატონო. და სხვათა შორის ერთი ესა რაც რუსეთში მე ვნახე მე არ ვიცი, სუმიკვირდა ბიჭო, აი ერთადერთი თურმე საპატრიარქო, რუსეთის საპატრიარქო, ხოთაშორის მიწვეული ვარ კრემში, სადაც კი რუსეთის პატრიარქი ლოცვებს წაიკითხავს, იქ და იქ საში დაუშვეს უკვე. რუსეთის საპატრიარქო ყოფილა გადაფარებული საქართველოზე. იქ ველაპარაკე რა, ვინც საჭირო იმ ხალხს. ეს წლებია კაცო თურმე. აი თელი ძალოვან სტრუქტურები გინდა თუ პრეზიდენტის აპარატი აი ესე არის საქართველოს გადაფარებული რა. ცხინვალის ეპისკოპოსი თუ არ ვიცი მაგათი იქ როგორ არის ეკლესიის წინამძღვარი ვინც არის ხო? წარმოთქვა ეგეთი აზრი. რომ წერილი მიწერა ორჯონიკიძის იმას ეკლესიას რა, რომ ხომ არ გავერთიანდეთო. კირილე ეგრევე დააქვეითა მე არ ვიცი რაღაც სასჯელები აქვს მაგათ ეკლესიური. ნუ თავიანთ კანონი. ხდები ანუ აი გადავირიე რა. აი ეს ცოტა ისეთი მისტიკაა რა. აი თელი სადაც გინდათ რუსეთის ეკლესიაში შედის, აი სადაც თქვენ გაგიხარდებათ. პატრიარქის ილია მეორის
ფოტო დებს იქა ნუ მამა გაბრიელის ხო არის და არა ახანებელი დამემშვიდობ ბატონობა და პატრიციულ ტელემაყურებლებს მომავალ პარასკევამდე და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად არ იქნება ხალხი ჯერ ხო ჩემი რო ვიყავ წასული ამე კაი მოხდა არაფერი არ მოხდა კაი კარგი მოხდა რომ ჩამოხვედით აი კი ესე მოხდა ისე დრონებით გამომეკიდა აი ე განცო რაღაც პატარა მაინც არ გინდა არ შეიძლება კარგი ჩვენ ახლა აქ რა კლიპი გავუშვათ ეხლა ჩვენ უნდა გავუშვათ ისე ქართული რაც კი გქონდა Gaya, hai, vostნება. მაინც ახლა გენერალური დირექტორია და მე იტყვის რომ და გამაგდებდა. ოდაკ. დამემშვიდობოთ ბატონობა და პატრიციულ ტელემაყურებლებს. თუ ქართველებს გვინდა და მაგიდას ამოვატრიალთ, არაფერი გინდა. უბრალოდ ქართულ ცივილიზაციაში თუ დაუბრუნდებით, სულ ყველა. გვეშველი. ეგრევე შეგეწევა ღმერთი. თქვენ თვითონ მოიგონებთ რაღაც ხაპრებს და აქ რაღაც ქუჩაში, აფისაგან ჯერ თქვენ დაბრუნდით ეკლესიაში. ქართულ ცივილიზაციაში და გაერკვით რა გინდა. იმ წუთში შეგეწევათ ღმერთი. მე და ყველას გეშველება. დილით რადგი ხვარს დოროლოს თქვენა ვისეგებები ნეტავი მასწავლე შენი ლამაზი ენა რა დახარ გაუბედავი ჰერი შენი ეშხით მეც სამღერი მეც სამღერი ასამალი მას ლექსი თოროლაო მეც მასწავლე თოროლაო მეც შენ სარიცხენ და დავდივა თოროლაკენ პეჩობია ფენა სახში ჯაბანის პოასა სეო ამობია მოგიმზეო მუეთარები გორასა ჰერი შენი ტრების ჩიმსემლერი ტრების ჩიმსემლერი მალი ლექსი თოროლაო მეც მასწავლე თოროლაო მეც შენ სავიცხენ და დავდივა ჩემი სიმღერაც გახვება მაშინ ფრთამალი ქარის ქროვასა მზეო ამოდი მზეო ნუ ებხარები გორასა ლექსი თოროლაო მეც მასწავლე თოროლაო მეც შენ სავიცხენ და დავდივა შენი ტრების ჩიმსამღერი ტრების ჩიმსამღერი მალი ლექსი თოროლაო მეც მასწავლე თოროლაო მეც შენ სავიცხენ და დავდივა მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსთვის. ახლა თქვენი ჯერია ჩემო ქართველებო. ეჰეი მამულიშვილო